იცოდი რომ BMW Volkswagen-ი გააბითურა? 1998 წელს Rolls-Royce ფლობდა Vickers Engineering Company. Vickers Engineering Company გადაწყვიტა Rolls-Royce-ის გაყიდვა, რადგან იმ დეფულს ვეღარ წერდა, რამდენიც მას სურდა რომ ამ კომპანიას დაეწერა. გამოჩნდა ორი ყველაზე მნიშვნელოვანი მყიდველი. ერთი იყო Volkswagen-ი და მეორე იყო BMW. BMW Rolls-Royce-თან უფრო ახლოს იყო, რადგან 1994 წლიდან იყო მისთვის VV და V12 ტიპის ძრავების მიმწოდებელი. თუმცა, როდესაც მან გააკეთა 340 მილიონიანი შეთავაზება Rolls-Royce-ის სანაცვლოდ, Volkswagen-მა გადაიჭრა ვენები, რასაც ჰქვია და 430 მილიონიანი შეთავაზებით უპასუხა. რაზეც BMW-მ საეჭვოდ დაიხია უკან. Volkswagen-მა წაიღო Rolls-Royce-ი და ყველას ეგონა რომ ამ ბრძოლაში Volkswagen-მა გაიმარჯვა, რაც მაშინ მათი მხრიდან ძალიან დიდი განაცხადი იყო. თუმცა BMW-ს ძალიან დიდი კოზირი ჰქონდა უკან დატოვებული. საქმე იმაშია, რომ Volkswagen-მა იყიდა Rolls-Royce Cars Company, ხოლო Rolls-Royce-ის სახელი და ლოგოს გამოყენების უფლება ჰქონდა Rolls-Royce Aerospace Company-ს, რომელიც საერთოდ სხვა კომპანია იყო და ამ გარიგებაში სახელი და ლოგო არ შედიოდა. Volkswagen-ის ფინანსისტთა ჯგუფში ვიღაცას მაგრად შეეშალა. ამ რუბრიკისთვის მან მინდა გადაუხადო Karus. Karu არის მანქანის მოვლის აპლიკაცია, რომელშიც შეგიძლია გამოიძახო ავტოასისტენტი, დაჯავშნო ვიზიტი ხელოსანთან, შეიძინო დაზღვევა, შეიძინო ზეთის შეხსენების ფუნქციონალი, გადაიხადო ჯარიმები, ჩადგე რიგში სამრიცხაობში და მოკლედ ყველაფერი რაც მანქანას სჭირდება. თუ მანქანა ყავს, Karu სჭირდება. გარიგების ჩახურვიდან რამდენიმე კვირის შემდეგ BMW-მ Rolls-Royce Aerospace კომპანიისგან სასაცილო 40 მილიონ ევროდ შეიძინა სახელისა და ლოგოს გამოყენების უფლება და მიადგა Volkswagen. წინადადებით. ახლა ან დახურა Rolls-Royce-ის წარმოებას, ან სასამართლოში გიჩვლებდა ძალიან ბევრ ფულს წაგართმევა. Volkswagen-ი და BMW მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ. BMW Volkswagen-ს შეთავაზა, რომ 2022 წლამდე გაეგრძელებინა ავტომობილების წარმოება, მანამდე BMW ააშენებდა ახალ ქარხანას, ხოლო 2003 წლის 1 იანვრიდან BMW დაიწყებდა Rolls-Royce-ის წარმოებას, ხოლო Volkswagen-ი ცარიელ-ტარიელი დარჩებოდა. კარგი, ახლა მოდი სიმართლე ვთქვათ, რა Volkswagen-ი ცარიელ-ტარიელი არ დარჩენილა, საქმე იმაშია, რომ Rolls-Royce-თან ერთად Bentley-ს შეიძინა Volkswagen-მა Vickers კომპანიისაგან და Bentley დაიტოვა Volkswagen-მა და Rolls-Royce-ი წაიღო BMW-მ. თუმცა მაინც მთავარი აქცენტი იყო Rolls-Royce-ზე და ორივე კომპანიას მაინც Rolls-Royce-ი უნდა და ასე რომ შეიძლება ძალიან თავისუფლად და დამტკიცებით ვთქვათ, რომ BMW Volkswagen-ი გააბითურა.